მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის განმარტებით, პროცესი 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. Საქსტატის ინფორმაციით აღწერის ფარგლებში გამოკითხულია 3 მილიონზე მეტი მოქალაქე, თუმცა პროცესის დასრულებას კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება. უწყება აპირებს თვითრეგისტრაციის მეთოდიც აამოქმედოს, რაც მოქალაქეებს ელექტრონული კითხვარის დამოუკიდებლად შევსების შესაძლებლობას მისცემს. დღეის მდგომარეობით აღწერის ფარგლებში გამოკითხულია უკვე 3 მილიონზე მეტი მოქალაქე. თუმცა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც კიდევ სჭირდება რამდენიმე დღე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე თვის ბოლომდე პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ასევე პარალელურად გვინდა ავამოქმედოთ თვითრეგისტრაციის კითხვარი, რომელიც მისცემს მოქალაქეებს დამოუკიდებლად ელექტრონული კითხვარის შევსების შესაძლებლობას. აღწერაში თითოეული მოქალაქის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. აღწერის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მკაცრად კონფიდენციალურია, გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და გასაჯაროვდება მხოლოდ აგრეგირებული სახით. აღწერის ჩატარება 2024 წელს რეკომენდირებულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ. ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმა. მიმდინარე წლის განმავლობაში აღწერის ჩატარება ასევე გათვალისწინებული იყო 2024-27 წლების საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების სტრატეგიით, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა ევროსტატის, ევროპის ეკონომიკური კომისიის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გლობალური შეფასების რეკომენდაციებს.